მაგას უყურებს თან. აისო ჩამოვარდი. ძალიან ძველსაც გავ თითქოს. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wild ტაისონთან ერთად ვარ ახლა. მანქანით მივდივართ, კაი შორი გზა გვაქვს, გასავლელი. ახლა გუმტიან გზაზე ვარ გადმოსული, აქედან დავიწყე ვიდეოს ჩაწერა. მე ფეხითაც ბევრს ვირულით, საკმაოდ წვიმიანი და ტალახიანი ამინდი გვაქვს დღეს. ძალიან მაგარი ტალახი არის. ახალი ადგილების დათვალიერებას ვაპირებ და საინტერესო საწორო თავშესაფრის აწყობას, რომელსაც სხვა დროს შემდეგ მოსვლაზე გამოვიყენებ. ჩაუჭეკით მეგობრებო, მანქანას რო გავაჩერებ რაღაც კონკრეტულ ადგილას, იქიდან ჩაგერთვებით. ეს მეორეც ჩამომივიდა მეგობრებო, ძალიან მაგარი რაღაც არის. ერთი ხო თავზეა. ეს დიდია და მეორე რაც ჩამომივიდა, სადღაც აი აქამდე მოვა რა. ამასაც დავაყენებ. მანქანა მაინც მაგარი გასარეც მყავს და ამ დღეებში ერთიანად მივხედავ ყველაფერს. ეს რაც მათვია ნაწილობრივ წყალგამძლეა, მაგრამ ისეც არა, რომ საერთოდ არაფერს შემოუშვეს. აი ეს არის მაგარი საწვიმარი. ქეშუასი. ვარჯის ქონია ერთი მინუსი. ჩემი საყვარელი ტანსაცმელი აღარ მეტევა. აი ეს შიგნი რაც მათვია ჯეკ მორსკინი. ძლივს ვიცმევ ხოლმე სახლში. ჩათვალეთ თითქმის ყველაფერი. რასაც აქამდე ვიცმევდი, მაგ საყიდელი ხელახლა. შეიძლება აქ არ მიჭერდეს კონკრეტული რაღაც, მაგრამ ხრებში აღარ მქონდეს კარგად და ძალიან მტკიცილი იყოს. მაგრამ კაია, მაგას რა ჯობია. ისე გავიზარდო ჩემი ვარჯიშით, რომ აღარაფერი აღარ ჩამეტიოს. ეს ტაისონის ქურთუკია. ჯერ არ ჩავაცმევ ისი არ წვიმს. ამას თვითონ დაალყობს. ტენტი ლამის დამრჩა. პატარა ტენტი გვჭირდება იმისათვის, რასაც დღეს ვაპირებ. წავედით. ავადექ გზას. აქეთ სადაც ახლა ვიმყოფები, არასდროს ყოფილ ვარ. ამიტომ ახალი ადგილების ნახვა მინდა. მე სამომავლოდ კაი ლაშქრობების მოსაწყობად მეცოდინება რა. იმიტომ რომ როდესაც ასეთი ამინდებია მეგობრებო. მაგალითისთვის რა ვიღოთ ხოხში ვერავარ. ერთ ჩემ ხოხში ვერავარ ასეთ ამინში. საშინელი გზაა. სამანქანო რაც უნდა იარო. საშინელში იმას არ გულისხმობ რომ მაინც და მაინც ტალახი და რაღაცა. საშიში გზა არის. ძალიან ცუდი ჩასავარდნებია ხევში პირდაპირ და არ მინდა ეგრე გარისკო. აქცეული ხეებია და რო რამე გამომადგება ესენი. თუ უკეთესი ადგილი არ ვნახე, რო რამე ისეც ავუყვები. და ჯერ ჩანთაც მოვიხსნი. სადემ შრალ ადგილას ჩამოვკიდე. დიორთ მე და ტაისონის სხვა ადგილებიც რო შევამოწმოთ. თან ტაისონი აგერ ვიდეოს იღებს. წამო. მოგეწონათ ტაისონის კადრები? დინდელი ბოთლია. ამას კი გავიყოლებ. მოკლედ ნაგავი არილეო რა. ეს საბედნიეროდ ერთია და გავიყოლებ. წინა ვიდეო არ ვიცი ვინც ნახეთ. რაც დავითვალე იყო 50-იან 60 ბოთლი. და კიდევ რასაც ხედავდი გარშემო. კიდევ ბევრი იყო. შეიძლება 100 ბოთლიც იყო იმ დღეში. რანაირად მოხდა არ ვიცი. მაგრამ შემდეგ ასვლაზე დიდი შავი პარკები როა მაგას წავიღებ.
გავავსებ, რომ სულ წამოვიღო, თორე ეგ მოთხრები ექნება მან აი ხანი. დაღმართები არის. კარგ გამოვა სწორი ადგილი მინდა. დაუბრუნდები ჩემ ადგილს იქ წაქცეულ ხესთან. აისონ, ადია ხაბა, აისონ. აისონ ჩამოვარდები. ბიჭო, სადა? მოდი წავედი. აქ ვიშტა ტელევიზორში თუ ხედავთ შვილის განავალი ამ წეში ბევრი შვერია იმიტომ რომ გზაში ძალიან ბევრი შემხვდა ისევე როგორც ძალიან პატარა ჩლიქები მეგობრებო ხანდახან კომენტარებში მიწერთ ხოლმე სადაც ხარ ადგილი თქვი ხოლმე უკეთესი იქნებაო მე მესმის თქვენი რა თქმა უნდა უკეთესი იქნება ეგრე მაგრამ ერთი სხვა მხრივ რო შევხედოთ მაგას აქვს ძალიან დიდი მინუსი ნუ რა თქმა უნდა როდესაც რაღაც ისეთ ცნობილ ადგილას ვარ სადაც სიტყვაზე არის მაგალითად რაიმე ტაძარი ან რაღაც მთა და ყველა მიცის ან რაღაც კონკრეტული ადგილი რაც ბევრმა იცის მაგას ბუნებრივია ვიძახი ხოლმე მაგრამ როდესაც ეს სხვადასხვა ტყეებში დავდივარ რაც ასე თუ ისე შეიძლება ბევრმა არც იცოდეს და სიტყვაზე მხოლოდ ადგილობრივმა იცოდეს ან ტყესთან ახლოს მდებარე რაიმე დასახლებული პუნქტის ვიღაც ცხოვრებმა ასეთ ადგილებზე მიჩვენია ხოლმე არ თქვა სად ვარ და გეტყვით მარტივი მიზეზი ახლა შველზე ხო გესაუბრებოდით სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ბრაკონიერი არის. ადამიანები, რომლებიც ასე უაზროდ ხოცავენ ცხოველებს, არ ვამბობ ამას მონადირეებზე, ბრაკონიერები აკეთებენ საშინელებას. ამიტომ შეიძლება ვიღაც იჯდეს და ჩემ ვიდეოებსაც უყურებდეს, არ არის გამორიცხული რა. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ სხვადასხვა რაღაცებს ვაფიქსირებ, სხვადასხვა რაღაცის კვალს პოულობ. ბრაკონიერები ისედაც დაბოდიალობენ და ისედაც პოულობენ, რისი პოვნაც უნდათ, მაგრამ ამით ხელის შეწყობა გამომივა, რომ მე ყველა ადგილი ასე დავასახელო ხოლმე. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი სადაც კონკრეტულად მე დავდივარ ხოლმე და მაქვს ქოხი და ასე შემდეგ მაგ ადგილებს ბუნებრივია არ ვიძახე რომ არ მინდა ვიღაც ცუდი სურველმა გაიგოს ჩემი კონკრეტული რაღაც ადგილი ავიდეს რაღაც ცუდი გამიკეთოს რაც რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის და ბევრ ჩემ გამომწერს მაგასთან დაკავშირებით დაუწერია კიდეც ამიტომ მეგობრებო ეს არის მარტივი მიზეზი ვისაც ხშირად გაინტერესებდათ ხოლმე ადგილებთან დაკავშირებით და კომენტარებს წერდით ხოლმე. დარწმუნებული ვარ ახლა მიხვდებით რატომ არ ვიძახდი ვიდეოში მანამდე. ახლა გავზომავ ტენტს. ტენტით უბრალოდ. დღეს პატარა ტენტი მაქვს წამოღებული. რამე დიდი ტენტით უფრო მაგარი გამოვა.
კარგად უნდა იყოს დაჭიმული. გაიწდა ისო. ამებსაც ჩავარჭობ და დანამატებს დავრე მე თორე საჭმლის დრო ჯერ არ არის. შიგნი მაქვს მოსაწყობი რაღაც, რაც მთავარია რა. გოგულის ხმა თუ გესმით. არ ვიცი GoPro-ს რამდენად კარგი მიკროფონი აქვს, მაგრამ გუგულია. გუგუ. ამას ბევრი და მარუნა მაინც ჩამჯდარი არის შიგნი. რადგან ამოუჭერი. უბრალოდ თოკი უნდა რომ დააფიქსიროსავით რა. აისო მაიქით რაღაც ხის ფუღურო ნახა და კაი ხანია იქ დგას არ მოდის ახლა აქეთ გადმოინაცვლა ფუღუროს არ შორდებოდა ალბათ რამე ციყვი იყო ან რამეები აქ მეტიხი არ უნდა მეგობრებო, მაგრამ სიტყვაზე რო ვრჩებოდე და ესეთი ამინდი იყოს წვიმიანი. ხეებს ძირს არ დავაწყობდი. სისველეს ამოიტანდა ღამის მანძილზე ყველა ვარიანტში. სველია მიწა, ასე თუ ისე გაჟღენთილია ხეც. ჰაერიც ტენიანია და სისველეს მაინც ამოიტანდა. ამიტომ უკანაური ჩარჭობილი რაც არის რა, ეს და ეს. ისევე როგორც აქეთ. ამაზე უნდა დაამაგრო ორი ხე, ერთი იქით, ერთი აქეთ. რაიმე თოკი ან პარაკორდი ან კანაფი, ესე გადაუჭიმო. კლეტკები გააკეთო რა. მერე გაშლით ძირსაგებს და ეგ არ არის პრობლემა. აი დასარჩენ დროსაც წამოვალ აქ. მაგას გავაკეთებ. ძალიან მაგარი იქნება. ჩემი სპონსორის ვიტამინ ფაუერის დროა. დღეს ერთი კვებაც წამოვიღე სხვათა შორის. სანამ მოსაღამოდება, იქამდე მინდა დავრჩე და ცალკე ხორცი წამოვიღე, ახალი ტაფას ვიყიდე, უნდა გავტესტო ერთი. აქ პირდაპირ მაქვს გამზადებული ჩაყრილი ბიფ პროტეინი და კრეატინი.
ძალიან სასიამოვნოა მიდია რა. ახლა უფრო წამოვიდი წვიმა. არადა დღეს საერთოდ მეცველოდი წვიმას. უფრო სერიოზული წვიმა ეწერა. დღეს უფრო ესეთი მსუბუქი წვიმა რა, წვეთები ძალიან წვრილი მოდის. მაგრამ აი ზაფხულის წვიმები მოვიდეს ერთი სუნი მაქვს კარვით რომ ლაშქრობ ზაფხულის წვიმა შეგარის საოცრად სასიამოვნო. მე რო გადაიღებს გამოხვალ მზე რო გამოანათებს რამეს მოიმზადებ შეჭამ შეხვალ მე ესე წვიმა წამოვა. მაგარია ძალიან. დღეს ცივა კიდეც. აი ესეც გაციებულა. დღეს ეწერა 8 თუ 9 გრადუსი. გაზაფხულის ყოლობაზე საკმაოდ დაბალი ტემპერატურა არის. ახლა მაღაზიაც ვარ, მაგრამ მაინც. ჯერ თითქოს უჭირსო გაზაფხულს მოსვლა როგორც საჭიროა. წვიმაში სველი ხით დანთება რთულია. თუ შიგნით მშრალია, მთლად კარგი. აი ესე გავაპრებ ჯობია. შრალია. კაჟი დამჩენია. კვარსაც ავათრි პატარაზე და უკეთესად წაეკიდება. რა ვქნათ აი ეს შეშას ვერ გადა ეს იყოს შენი. ესეც ასე სტეიკი აქ არის. შევაზავებ ანტიკაია სვანურ მარილში და ხონდარში. იმიტომ რომ ხონდარი ხორცზე ძალიან მიყვარს. od kondars ვუკეთებ ტაფაში. აი რომ გადმოატრიალებ მე გავუკეთებ kondars. kondari ან ორეგანო ხან რომელს ვიყენებ, ხან რომელს ძირითადად ამ ხორცს ვიყენებ ხორცზე რა. გაიცანით ახალი ტაფა. რაც ეს მექნება ვიდეოებში. ტარის თემაში კარგია და თან კარგი ზომაა რა. თუჯი არაც მთავარია, იმიტომ რომ თუჯი და უჟანგავი ფოლადი ეს არის სასარგებლო ტაფები, რომლებიც ზიანს არ გვაყენებენ. კარგად გავახუროთ. დავიმახსოვროთ მეგობრებო, რომ ისეთი ტაფები, რაც ახლა მომრავლებულია და ხშირად იყიდება და საკმაოდ მისაღები ფასებიც აქვს, ანუ იაფიღის ძალიან მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ გახურებულზე, როდესაც საჭმელს ვამზადებთ. ძალიან საშიში არის რა. ცალკე რო ზიანდება ერთი ნაკაწლიც კი რა, რომელიც ახალ ტაფაზე ჩდება, საკმაოდ სახიფათოა. აი თუჯი არანაირად არ არის საშიში. სუფთა მეტალი არის, ისევე როგორც უჟანგავი ფოლადი.
ზეითუნიზეც მოვასხავ. ესეც გახურდეს და მერე წავიდა სტეიკი ეგრე. აუ მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთია. წვნიანი და რბილი. საშუალო რა, მედიუმი. ამერიკელები როგორც უწოდებენ ხოლმე. კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ მეგობრებო. ზოგმა არ იცის. აი საქონლის ხორცს, სტეიკს მაგალითად, როდესაც ჭრიდა ეს წითელი სითხე რომ გამოდის. სისხლი არ გეგონოთ. ეს არის ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ამ დროს რა. სხვათა შორის სასარგებლოც არის, ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ ინგლისურად შეგეძლოთ ძალიან მარტივად მოძებნით ინფორმაცია. სისხლთან არანაირი კავშირი არ აქვს და ძალიან კაი რაღაც არის და გემრიელიც. აუ ძალიან წვნიანი გამოვიდა ხორცი. ძალიან მაგარია. გასინჯეთ აი სამ. არის ძალიან მაგარი. ისე მომწონს ბოლო დროს რა სტეიკი ჩემიწევს. ერთ-ერთი საუკეთესოა. ნენელა ვამუღავენ თან ხვეწავ. ახლა კარაქი არ მქონდა, თორე კარაქში ბევრად მაგარი იქნებოდა. ყვების შემდეგ უკვე არის ბიფ ამინოს, ანუ საქონლის ამინომჟავის ჯერიც. ისე მეგობრებო, ესეც ვიტამინ ფაუერის არის და რა უნდა მეთქვა. ვისაც გინდათ, თუ გაქვთ სურვილი, ვეტყვი ლაშას და მე და ლაშა ჩაგიწერთ ერთ ვიდეოს საკვებ დანამატებზე, იმიტომ რომ ხალხს როგორც ვაკვირდები კომენტარებიდან გამომდინარე. საკვები დანამატები გონიათ რაღაც ჯადოსნური ხნილი, ეს უკვე ხნილი არ არის, ტაბლეტებია. რომელსაც დალევ და ეგრევე კუნთახტები. ეგრე არ არის მეგობრებო. მაგიტო ვფიქრობ და ლაშას ვეტყვი და ერთ ვიდეოს მე ჩაგიწერთ საკვებ დანამატებზე. რაც რეალურად არის ცილები. მე კონკრეტულად დღეებსაც ვიღებ მაღაზია მომთორე. არის საკვები დანამატები, მაგალითად გეინერი მარტო ცილა არ არის, მეტი წილი ნახშირწყალი არის. ამ ბიფამინოს რაც შეეხება, საკვების შემდეგ ვიღებ დღეში 3 ჯერ, ეს არის საქონლის ამინომჟავა ტაბლეტების სახით. უნდა დანიშნოს ტრენერმა, იმის მიხედვით თუ რა სჭირდება მის მოსწავლეს, მისი ფორმიდან, წონიდან და ამ ყველაფრიდან გამომდინარე. მე თითო ჭამის მერე ვიღებ 1000 ტაბლეტს, ან ჯამში 30. გავრის ყოასვლა? არა, წდება. ეს რო ახლა ნედლი ყოფილიყო, თოკივით იქნებოდა. ახლა დროა უბრალოდ წამოვწვე და დავტკვე ამ მაგარი ამინდით რა. აქეთ შაშვები გალობენ, საოცარი ხმები არის. ცალკე მაწვიმს, უბრალოდ ძალიან მაგარია რა. წვიმამ ასე თუ ისე გადაიღო, ლამის დამეძინა წერა. სადღაც 1:09 საათი თვალდახუჭული ვიწექი და ვგრძნობდი რომ ეძინებოდა. შემდეგ იყო ბიჭერი ამჯერად ყვება წამოვიღე. მცირე ზომის კონტეინერით. აქ არის ბრინჯი, ბოსტნეული და საქონლის ფარში. გუშინ გავატარე სახლში. ლაშამ ყვება გამიზარდა, თან მაგრად გამიზარდა რა. და
ახლა დიდი ტანჯვა მაქვს კვებაზე. ძალიან რთულია ჯერ ასეთი კვების დაცვა და ანუ ამდენი ჭამა. და მე კიდე ამდენის მომზადება. ყიდველზე აღარაფერს ვამბობ. ტაისონი არის 1-40 წუთია იქით გასული, დიდი ფუღურო ჩანს აქედან და შეიძლება ციყვები არიან. წამოვიყვან, იმიტომ რომ სადღაც 1 საათში გავიძრები სახლისაკენ. მამასი თუ ისე გადაიღო. რა არის ტაისონ მან? რამხელა ფუღურო გიპოვია? რა არის კუ? აძვერი? ეგრე ძალიან გინდა რა? აქ რო გიყონა ვერ ჩამოხვალ. ძალიან დიდი ხია. რამხელა ფუღუროა მეგობრებო. გონი რაღაც არის შიგნით. აიცა. პრემას. გაჩი ტაისონ. არ ჩანს ასე ფანარი. დღეს არ მაქვს წამოღებული. აქ რო ავიდეს მაქსიმუმ აქ მე გადავა ესე ტოტზე. დიდი შანსია რომ ჩამოვარდეს. წამო ტაისონ წავედით. არ შეიძლება იქ. წამო. ტაისონის კადრებით მაინც გავერთოვე. გურწმუტუნებს თან. ძალიან უნდა ასვლა. ამაზე სინათლე აწეული მაქვს რომ მოგნელ და ავწიე თორე GoPro ღამე მოიკოჭრებს ზოგადად ექშენ კამერები, მაგრამ აი დიდად არც საჭირო. მეგობრებო, ტაისონის კადრებს უყურებთ ერთ მომენტში როცა წმუნტონებს რა. აქ მე დავუძახე რა არის თქო. ჩანს ხეზე უცნაური წვრილი ტოტები და მაინტერესებს ვნახო. კიდევ იქით არის ეს. ნახეთ იმ ხეზე არის ისე. აძვერი? მაინტერესებს. უბრალოდ რომ მხარეს იყო უნდა ვნახო. ვერ ახვალ მანდ არ შეიძლება ჩამოვარდები. ზემოთ იყო თუ ქვემოთ ისიც ვერ GoPro-ს კადრი ხო გაშლილია და დიდად ვერ მომუღამებ. სად იყო? აუ აქ უთხრია კიდეც. გონი ეს იყო? გამო არ შეიძლება ტაისონ. მეგობრებო, ისეთი რაღაცა არის. ტაისონ დამშვიდდი. მე და ქიმერამ რო ვიპოვეთ. თუ არ იყო ეგეთი, ისინი სამკუთხედები იყო მგონი. გაჩერდი ახლა ვერ ახვალ. მეგობრებო, ეგეთი არის ზუსტად. შეხედეთ. გონი ძალიან ძველიც არის. არ მინდა ხელით შევეხო და ტოტსა ვეხებ. ის თოკებით იყო თუთმებით და ეს რაღაც ნაჭერი არის, ტანსაცმელივით რაღაცა არის. ჭუჭყიანია. ხეც სუხმელი არის. ხავსებიც არის ამოსული. მეგობრებო, ნახდად არ მეკონა თუ ეგეთ რაღაცა სხვაგან კიდევ ნახავდი რა. უფრო ტაისონმა მანახა, მე არც მინახავს. დღეს აქ რამდენჯერ ავიარ და ჩავიარ და ვერ დავინახე. წეგანად კამერა რო გამოვართვი, თვალში დიდად არ მეცა. ნუ ამ ხელა ფუღუროზე მქონდა ყურადღება გადატანილი, მაგრამ ვერ დავინახე, აი. ძალიან ისია, ბუნებრივადაა ხეში რა. ეს ხავსებიც რო ამოსული და თან ძველი რო არის. დამშვიდდი ტაისო, ვერ აგიყვან. რავი, მაგის გამოვა ესე თუ მართლა ხის ფუღუროში უნდა რამე არ ვიცი. მაგრამ ძალიან არის გადარეული, ნახეთ. წკმუტუნებს ისე უნდა ასვლა.
რამდენიმე გამომწერმა კი დამიწერა მაშინ კომენტარებში და პირადშიც კი მწერდნენ ინსტაგრამზე, რომ ეგეთი რაღაც მეც ვინახავს ტყეშიო. ზოგი ამბობდა მახიაო, მაგრამ მახი ნახდად არ არის, ხეზი არის მიკრული, რაღაც ცუდია უეჭველი. მაგრამ კიდე თუ უნახავდი არ მეგონა, იმიტომ რომ გაჩერდი. მე და ქიმერამ სადაც ვიპოვეთ მაშინ ეგენი, იმ ტყესთან ამ ტყეს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რა. ერთმანეთთან ახლოსაც კი არ არის. სხვა ხეებზე არ არის დავიჯერო. ამ დიდ ხეზე რო არის მარტო. თოპურგა ვერცი და ნახა. აშკარად აქეთ ხალხი მოძრაობს, ნახეთ. გადაჭრილი არის. ძველი გადაჭრილია, ოღონდ ესეც არ არის ახალი გადაჭრილი. სულ ხმელი იყოს. ძალიან მარტივია მიხდი გადაჭრილზე, ძველია თუ ახალი. აი ეს ხეზე იყო რაღაც ასული. მაზი არაფერი არ არის თითქოს. იმ ხეზია მარტო. მოკლედ მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. ძალიან უცნაურია. ძალიან ძველსაც გავ თითქოს. იმიტომ რომ ნედრიხით ხო გაკეთდებოდა. ხევით დამტყეულია. ხელის მოკიდება არ მინდა, არც ჩამოგდება არ მინდა. აი ეს ნახეთ რა დღეში არის. მაგას უყურებს თან. ფუღურო არ აინტერესებს. არ შეიძლება ტაისონ. აი მეგობრებო, ამას დავტოვებ როგორც არის. შეიძლება წამო სახლში მივდივარ. ტაისო, წამო სახლში მივდივარ. წამო სახლში მივდივართ. წამო. ამაზე დამიჯერებს და წამო. მეგობრებო, ამას დავტოვებ როგორც არის. კიდე შვედის განავალი. ძალიან უცნაურია რო ვიპოვე. ცოტა არ იყოს და არასასიამოვნოც მარტო რო ვარ. ეს უფრო დაღამებისკენ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ეგეთი რაღაც რომ ნახე ჩემთვის დიდად არასასიამოვნო და თან იარაღის გარეშე ვარ დღეს. ნახდად არ მინდა რაღა დაველოდო ძალიან დაღამებას და ვარემ წავალ. Miçeba. წავედი მეგობრებო მანქანისაკენ. აქ დღეს მარტო ყოფილიყავი დარჩენით წამოსული. დარჩენით. და მე ეგეთი რაღაც ენახა ტაისონს და თა რა დღეშიც იყო რომ ტიპი ტუნტუნობდა და ასლაუნდოდა. მანამდე მაინც მეგონა რომ ბოლომდე მაინც მეგონა რომ ჯოხის არც აქცევდა ყურადღებას და ის უნდა და ფუღუროში შეხედვა რა ვიცი და გამოთხრი და კიდეც როგორც დავამუღამი გამოთხრილი იყო. მაგრამ აი ბოლო კადრი რაც არის შეგიძლიათ გადაახვიოთ. პირდაპირ იმ ჯოხს უყურებს და ისიც კონტუნებს. ესე იგი ეგ უნდა დამართლა, ეგ აინტერესებდა. ცოტა არ იყოს დამძაბავ მაგ მომენტმა. მაგიტო კაია რომ დღეს დარჩენით არ ვარ წამოსული. აი მე მეგობართან ერთად უფრო კაი იქნებოდა. ტყეში მარტო არანაირი რეაქცია არ მაქვს ხოლმე რა. ბოლო ადრე ხო გახსოვთ იარაღის გარეშე ვჩებოდი ხოლმე. მაგრამ ეგეთი უცნაური რაღაცა რო არის. თან რამდენიმე ვარიანტია მაგის გაკეთების, ძალიან ძველს გავს. მაგრამ შეიძლება ვიღაცა აქეთ მოხდა. ჩემი აქიმერას ვიდეო განანახი ქონდა და საღადაოდ გავაკეთა. სამაიმუნოთ, იმიტომ რომ ის ვიდეო პირველი ნაწილი მე და ქიმერას გვაქვს გადაღებული 3 თუ 2.5 წელი წინ არ მახსოვს. ასეთი ფორმის თუ იყო, იქ ეგეც არ მახსოვს იმერტე გითხრათ. მე რატომღაც მახსოვს სამკუთხედი ჯოხები. ეს რაღაც სხვანაირი იყო. შეიძლება ვიღაცას სხვა ბოროტი მიზნებისთვის აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ რავი კომენტარებიდან გამომდინარე და მე ხალხი რომ წერდა იქნა გამომდინარე ცუდი რაღაც არის.
ხელი მაგიტო აღარ მოვკიდე რა. არ ვიცი. ჩაგერთვებით მანქანიდან მეგობრებო. ჩავჯექი მეგობრებო მანქანაში, გახურდეს და დავიძრები. აქ შეიძლება სხვა დროსაც ამოვიდე. და რომ მომეწონა აქაურობა ეს დღე. თითქოს ადამიანების კვალიც არ იყო იმდენად ის ერთი ბოთლი ვნახე, ნაგავიც არ მინახავს, საკოცონე ან ცეცხლით დანთებული ადგილები არ მინახავს და ეგ ცოტა გამიკვირდა. ისიც შეიძლება რომ ძალიან ძველი იყოს. იმდენად ძველი რომ ვინც ეგ გააკეთა, აქეთ არც კი მოხდეს. მაგას ვერ გავიგებ, მაგრამ ასე მარტო დასარჩენად ძალიან ცუდი იდეა იქნებოდა. და რაც თავარია კიდე, ვისაც მსგავსი რაღაცების არ სჯერა. არ ვიძახი გინდა თუ არა დაიჯერეთ თქო, მაგრამ გამომწერება ისეთი რაღაცები მიამბეს ეგეთ რაღაცებზე, თქვათ სახუმარო თემა არ არის. საბარგულში ეგრევე. არც ისეთი თემა არაა, რომ თქვათ, რომ აი ვიღაცა მაინც და მაინც იმაიმუნა, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც ცუდი რაღაცების კეთება უყვართ და ცუდს აკეთებენ რა. ისეთ რიტუალებს დაამბებს, რომ რავი, ეს კიდე არაფერი შეიძლება სადღაც რაღაცის თავი ნახო ჩამოკიდებული. ამიტომ მეგობრებო, მაინც ფრთხილად ვიყოთ და ხელით არ შევეხოთ ხოლმე. კაი მეგობრებო, ახლა დავიძრები. დაუბრუნდები სახლში. თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. არ დაგავჭდეთ არხის გამოწერა, ვიდეოც მოიწონეთ, თუ გაქვთ ამის სურვილი. თქვენ უყურებთ BBR White, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად მეგობრებო.